ნატურალური, ჯანსაღი, გემრიელი და ხარისხიანი რძის პროდუქტები მეგლისგან. გასინჯეთ. რუბრიკის სპონსორია რძის პროდუქტების კომპანია მეგლე. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა მივესალმები მაგვიდერას მაყურებელს, შეგახსენებთ ვიმყოფები რესტორან ქარვასლაში და ალბათ იცანით ჩემს გვერდით უმაგრესი შებზარეული გიორგი სუკი იწვება უკვე პროცესშია. გიო, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მაყურებელს, რა პროდუქტები გჭირდება დღეს ამ კონკრეტული კერძისთვის. ხორცის სუკი, სოკო, ნაღები, პილპილი, მარილი, პური, ნიორი და ზეთი. ხორცის სუკი დავამარინებთ წინა დღეს, დავსერეთ. შევწვით. შემდეგ ავიღეთ ნაღები, ნაღებში მოვათავსეთ სოკო, შევაზავეთ პილპილით და მარილით. სოკომ უკვე ფერი მიიღო. ეხლა გვასწავლის ჩვენ გიორგი თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ნივრიანი პურები. ასევე გიორგი აღსანიშნავია ის, რომ თუ თქვენ ცხიმიანს კერძს მიირთმევთ, სასურველია მიირთვათ მასთან ერთად შავი პური. ზოგადად ხორცს და კარტოფილთან სასურველი არ არის პური, მაგრამ თუ მაინც და მაინც გიყვართ პური, შეეცადეთ აი ესეთი გახუხული შავი პური მიირთვათ ხორცთან ერთად ან კარტოფილთან ერთად. აი ესე უსმევთ ნიორს. ასევე თქვენ შეგიძლიათ აიღოთ კარაქი, კარაქში ასე ვთქვათ, წვრილად, აი ესე ძალიან წვრილად ჩახეხოთ ნიორი და სიტყვაზე ამ შეხოხულ პურზე წავუსვათ ოდნავ ესე თხლად კარაქი, რომელშიც არის ნიორი. ზამთრის პერიოდია, შეეცადეთ ნიორი კვირაში ორჯერ, სამჯერ მაინც ასე ვთქვათ მიირთვათ. მაშასე უკვე თითქმის ყველაფერი არის მზად. თავარია ეხლა ეს ყველაფერი მოვახვედროთ ერთ თეფშს. ეს ერთხელ სახლის პირობებში მე პირადად დავამზადე და სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამომინდა. ქინძი რა თქმა უნდა უხდება ჩვენს კერძს ძალიან და ძალიან არომატულს ხდის. ასევე პამიდებითაც გავალამაზოთ. აი ესე ლამაზად მარდის ამზულად გამოიყურება თეფშზე განლაგებული ღორის სუკი. რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი გამოდგა დამარინადებული ღორის სუკი. დღეს გამოვიყენეთ მეგლეს მაღალი ხარისხის ნაღები და გამოვიდა ძალიან გემრიელი. მოკლედ ამ ეტაპზე გემშვიდობები, დიდი მადლობა გიორგი შენ, ესეთი გემრიელი რეცეპტი რომ გაგვანდე. შეგახსენებთ, რუბრიკის სპონსორია ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული ძის პროდუქტების კომპანია მეგლე. ნატურალური, ჯანსაღი, გემრიელი და ხარისხიანი რძის პროდუქტები მეგლისგან. გასინჯეთ. რუბრიკის სპონსორია რძის პროდუქტების კომპანია მეგლე.